მე ვარ ნანა ნერსეზაშვილი, ლელიანის ზრდასრულთა განათლების ცენტრის დირექტორი. როდესაც ადამიანი საკუთარ პიროვნებას ავითარებს, პროფესიულ განათლებასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია პიროვნული განათლება. დღეს ასე სწრაფად ცვალებად შრომით ბაზარზე ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი არაფორმალური განათლების სივრცეები, სადაც ადამიანები უმოკლეს ვადებში შეძლებენ ახალი პროფესიების დაუფლებას, რაც მათ კონკურენტუნარიანს გახდის შრომით ბაზარზე. ჩვენნაირი სივრცეები, როგორც არის ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლელიანში, ლელიანის დაცვა და განათლების ცენტრის სახით, ახალგაზრდებს და არა მარტო ახალგაზრდებს, თითქმის მთელი თემის და მიმდებარე სოფლების მოსახლეობას ემსახურება სხვადასხვა ტიპის პროფესიული, მოკლევადიანი პროფესიული კურსებით, ტრენინგებით, სემინარებით, შეხვედრებით, გაცვლითი პროგრამებით, კულტურული ღონისძიებებით, შემოქმედებით და სპორტული აქტივობებით. ეს ჩვენს პროგრამებში ჩართულ ახალგაზრდებს ავითარებს, აძლევს სხვადასხვა ტიპის უნარჩვევებს, აძლევს სასიცოცხლო უნარჩვევებს, სხვა ქვეყნებში ამას ცხოვრებისეული უნარჩვევების გაუმუშავებასაც უძახიან. გარდა იმისა, რომ თითქმის 20 წელია ხელმძღვანელობ არაფორმალური განათლების სივრცეებს ლელიანის თემში, მთელი ამ ხნის განმავლობაში უწყვეტად ჩართული ვარ საგანმანათლებლო პროცესში. ამით ნელ-ნელა ვიქეცი როლურ მაგალითად თემის სხვა წევრებისთვის, რომლებიც ეტაპობრივად შემოგვიერთდნენ და ინტენსიურ საგანმანათლებლო პროცესში ჩაერთნენ. მათ ნაწილს ჩვენს ცენტრშივე ვასაქმებთ და სხვადასხვა კურსს ახლა უკვე ჩვენს მიერ გაზრდილი ადამიანები ხელმძღვანელობენ. ისინიც უკვე ნელა-ნელა როლურ მაგალითებად იქცენ სხვა ადამიანებისთვის. სურვილია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ინტენსიურად იყოს ჩართული საგანმანათლებლო პროცესში, რათა ქვეყანა უფრო სწრაფად და ეფექტურად განვითარდეს.